მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელს, რომელიც არის სატელევიზიო ეთერი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა. ეს გადაცემა ეხება იმ ისტორიულ ფაქტებს, რომელიც წარმოარჩენს გვარებს, საგვარეულო ცხოვრებას და იმ წმინდანებს, რომლებიც მოდიან თავისი გვარიდან, წარმოადგენენ თავის გვარიშვილობას და წარმოადგენენ ზოგადად იმ ქრისტიანულ სულს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დედა ეკლესიასთან და დაკავშირებულია ჩვენს საუფლო რწმენასთან. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, რამე თუ საინტერესო თემაა შერჩეული დღევანდელი გადაცემისთვის და ეს თემა ეხება ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ წმინდა მამა გაბრიელს, რომელსაც ბერი გაბრიელის სახელით მოიხსენიებთ და რომლის ცხოვრება, რომლის სწავლებაც, რომლის სულიერი ღვაწლიც იმდენად ნიშანდობლივია, რომ დღესაც გრძელდება სწავლა, გამომჟღავნება და გამომზიურება იმ ფაქტებისა, რომელიც მის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, მის სასწაულებთან არის დაკავშირებული და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მამა გაბრიელი სწორედაც სასწაულმოქმედი გახდა და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენთან მოწვეული არის ბატონი ოთარ ნიკოლაიშვილი, ვინც მამა გაბრიელი იცის ბატონი ოთარ ნიკოლაიშვილის თავდადებული ღვაწლი და შრომა, მისი მოგონებების, მისი ღვაწლის თან დაკავშირებით. ბატონ ოთარს გამოცემული აქვს მოგონებები მამა გაბრიელის შესახებ, გამოცემულია მისი წიგნები, დღეს უკვე სერიოზული სახე მიიღო ამ გამომცემლობამ და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მიმართულებად იქცა, მაგრამ ყველაფერ ამისი პიონერი, თუ შეიძლება ასე ითქვას და დამწყები, დიახაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად ბატონი ოთარიც გახდა და ძალიან სასიამოვნოა და ძალიან ისეთი მადლიერებით განგვაწყობს მის მიმართ, რომ იმ ადამიანებმა მათ შორის მეც, რომლებმაც მამა გაბრიელი არ ვიცოდით და არ ვიცნობდით, გაგვაცნეს, დაგვანახეს მისი ღვაწლი, მისი სულიერი სიდიადე დაგვანახეს და წარმოაჩინეს და საზოგადო გახადეს მთელი ის ცხოვრება, რომელიც ცხოვრებაც შემდეგ ჩვენი დედა ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღიარებული იქნა განსაკუთრებული მნიშვნელობის ღვაწლად და მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად, რომელიც იხსენიება კალენდარული თვალსაზრისით აღმსარებელი და სალოსი და დიახაც აღმსარებელი და სალოსი მამა გაბრიელი წარუძღვება, როგორც იტყვიან ეხლა ამ სულიერ გადაცემას, აი ამ სულიერ ღვაწლს, რომელიც აი ამ გადაცემაში გვინდა მოვათავსოთ და ეს გადაცემა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმ სიდიადეს, რომელიც მამა გაბრიელთან არის დაკავშირებული. მე მინდა მამა გაბრიელის შესახებ რამოდენიმე სიტყვით მოусმინოთ ბატონ ოთარს და შემდეგ როგორც იტყვიან კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მოგესალმებით დღეს ტელემაყურებელს. იცოცხლეთ ბატონო და მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისათვის და ამ თემაზე საუბრის ინტერესისათვის. გაიხარეთ ბატონო. მამა გაბრიელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში აღიარებული საყოველთაო წმინდანია უკვე და არანაკლებ პატივს მიაგებენ მამა გაბრიელს მთელი მსოფლიო მასშტაბით და შეიძლება ითქვას, ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაც ესაზღვრებიან მას და დიდ შეწევნასაც ღებულობს ყველა მასზემსასწრებელი, ვინც მამა გაბრიელს გულით ევედრება და ითხოვს მისგან შეწევნას და დახმარებას. სანამ სხვა ზოგიერთ საკითხებს ვახსენებდეთ, მე მინდა რომ მაინც თავში ითქვას, რომ სულ რამდენიმე დღის უკან იყო ასე შეიძლება ითქვას. დიახ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აყვაყვანების დღესასწაული, ესეც რაღაც განსაკუთრებული დიადი შემთხვევა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, ასე ვიცით, რომ ეს პირველად მოხდა სხვა ქვეყნებში ხშირია ასეთი შემთხვევები. დიახ, საბერძნეთს ამისი ტრადიცია აქვს და საქართველოში ეს არ არის ტრადიციული მოვლენა. დიახ, ეთანხმებით და ჩვენ ყველას გვახსოვს, რაოდენ დიდი ინტერესი და გამოხმაურება ჰქონდა ამ მოვლენას და ყველა ცდილობდა, რომ ეს ფენომენი აი რაღაც ღირსეულად აღნიშნულიყო და აღინიშნა კიდევაც ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაშინვე მალევე გამოვეცი წიგნის სახელწოდებით, აი ეპოქალური მოვლენა
გაგახაროთ მე თქვენ ეს მართლაც ეპოქალური მოვლენა გახდა. დიახ, რომელსაც აწერია კიდევაც პირველად საქართველოს ეკლესიისა და ერის ისტორიაში წმინდა ნაწილთა გამოყვანება. და აქედან მე მხოლოდ ერთ ჩანაწერს მოკლედ გადავწერ. დიახ, საინტერესოა. ეს არის ჩვენი უწმინდესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სიტყვები. და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი სიტყვები, იმდენად საოცარი გააზრებით ამ მოვლენის შეფასებით გადმოცემული, რომ ვისაც რომ მამა გაბრიელი უყვარს, მამა გაბრიელი მიაჩნია და მამა გაბრიელს თავის მამად აღიარებს და ესასვება მამა გაბრიელს, მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანებს უნდა ძალიან უყვარდეს, თუნდაც ამიზეზითაც მარტო ჩვენი პატრიარქი ისედაც საყვარელია, ისედაც დიდებულია, მაგრამ აი ამ სიტყვებით კიდე ვისაც იქნება არ უყვარს იმასაც კი უნდა შეუყვარდეს. გაგვაინტერესეთ თავზე, გაგვაინტერესეთ ამ სიტყვების მნიშვნელობით. ცოტა პატრიარქი ბრძანებს ქადაგების დროს. მორწმუნეებსა და ურწმუნო ადამიანებს ხშირად მეკითხებიან რა არის ბედნიერება. და მე როგორ პასუხობს ახლა პატრიარქი ამ სიტყვას. რაც დღეს საქართველოში ხდება, აი ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება. ეს არის სულიწმინდის მოსვლა. ეს არის ჩვენი ფერისცვალება. ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული. აი ყველაფერი ეს არის ბედნიერება და ერის გაბრწყინება. და ეს ეციური სიხარული, აი როგორ ლამაზად ბრძანებს, მოგვიტანა მამა გაბრიელმა, ერთმა ადამიანმა მთელი საქართველოს შეცვალა. და ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვმადლობთ მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისათვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენისა. ეს არის ნიშანი საქართველოს ბედნიერი მომავლისა. დღეს ჩვენს დედაქალაქსა და მთელ საქართველოს ლოცავს მისი მაღალღირსება მამა გაბრიელი, რათა უფალმან ძალიერსათვისა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერითვისი მშვიდობით. და შემდეგ ამთავრებს, რომ ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და სხვა ბევრი საინტერესო მასალებია, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ციტატა წაიკითხეთ. სურათებით, აღვაყვანებასთან დაკავშირებული სურათებით, მაგრამ აი ეს რაც წავიკითხე, მგონი თქვენც დაგაფიქრებს თუ ტელემახურებლებს. ამასთან დაკავშირებით მე თვითონ იმ გარემოებაზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას, რომ მამა გაბრიელის აღმოყვანების საფლავის გახსნისა და მისი ნეშტის აღმოყვანების საკითხი რომ მზადდებოდა, ამან მიიღო იმდენად დიდი ინტერესი, საზოგადოებრივი ინტერესი და იმდენად ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული, რომ მახსოვს რაიონებიდან ჩამოდიოდნენ სპეციალური სამარშრუტო ავტობუსებით და იკრიბებოდა ხალხი მცხეთაში და ეს იმდენად დიდი სახალხო პროცესი იყო, რომ ამ სახალხო პროცესში ძალიან კარგად ჩანდა იმერთი კაცის, იმერთი მოღვაწის სულიერი სიდიადე, რომელიც მამა გაბრიელის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი. უფრო კონკრეტულად კი ვიტყვი შემდეგს, რომ სპეციალურად თავდაცვის სამინისტრომ გამოყო საჯარისო ნაწილი წესრიგის დასაცავად და ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს ჯარისკაცებმა. კადრზე და რაღაც აი ჯარისკაცების მიერ შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, რომლითაც ხდებოდა დაცვა იმ გარემო პირობებისა, რა პირობებშიც ხდებოდა მისი საფლავის გახსნა და მე მახსოვს ახლოს ვერ მივედი და იქ საბავშვო ბაღის შენობა მცხეთაში და იმ საბავშვო ბაღის ეზოდან უყურეთ ელი პროცესს და რაღაცა უბედნიერესი განცდა მქონდა, რომ ხდებოდა რაღაცა სხვა არამიწიური მოვლენა და კერძოდ რა, რომ მიწამ გახსნა პირი და მიწამ დაგვიბრუნა ჩვენი მიწას მიბარებული მამა გაბრიელი. ხო და რაღაცა სხვა სამყაროდან მოდიოდა, მიწიური სამყაროდან ამოდიოდა მამა გაბრიელის ნეშტი და მთელი ეს პროცესი რაც ხდებოდა, აი მიწიდან აღმოყვანება სწორედაც რაღაცა მიწიური სამყაროდან, ანუ ჩვეულებრივი ყოფითი სამყაროდან უნდა ამოსულიყო, უნდა გაცხადებულიყო და უნდა გაბრწყინებულიყო მამა გაბრიელი და აი ეს მოვლენა
მართლაც ძალიან საინტერესო ფრაზა წაიკითხეთ ჩვენი უწმინდესი პატრიარქისა, რომელიც არა მარტო ფრაზა, არამედ აი ამ სულისკვეთების მატარებელია და აქ შეიძლება ითქვას ერთგვარი დამოკიდებულებაც იკითხება პატრიარქის დამოკიდებულება მამა გაბრიელთან მიმართებაში და ეს დამოკიდებულება არ არის იერარქიული დამოკიდებულება, რომ პატრიარქი ლაპარაკობს ბერი გაბრიელის შესახებ, ეს არ არის იერარქიული დამოკიდებულება. ეს არის სულიერი ერთობა გამოხატული მათ შორის და ამ ერთობის და ამ სულიერი სიყვარულის დემონსტრირება ხდება და საოცარი ფრაზები იყო, რომ პატრიარქისეული შეფასება მართლაც ნიშანდობლივი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მამა გაბრიელი ეძვირფასება და ვინც მამა გაბრიელის სწავლებას, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უბრუნდება. მამა გაბრიელი სასწაულმოქმედი გახლდათ, იგი სიცოცხლეშივე გახლდათ სასწაულმოქმედი, ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი სასწაულია ცნობილი მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული და მათ შორის უნდა სასწაულად მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა მისი საფლავის გახსნა და აღმოყვანების საკითხი მას ჰქონდა რამდენად მისი მოძღვრებისაც, ბეთანიელი მამების, მამა გიორგისა და მამა იოანეს და მე თავისი ასეც ასრულდა, როგორც პირველად გაიხსნა ბეთანიის საფლავები და შემდეგ მამა გაბრიელისა. და აი ეს ნათქვამი და ეს გაცხადება რითი დასტურდება, ანუ ვისით დასტურდება, ვინ განაცხადა ეს? რამდენადაც წერილობითი ის არ არის ამის მემკვიდრეობა მამა გაბრიელისა, არის გადამოცემა, რომელიც აი ცოცხალი ურთიერთობიდან გამომდინარე. კი, მეტიცილად ეხლა ჩვენ ასე ვიცით, რომ წმინდა მამების უმეტესობა წერდნენ თავიანთ წმინდა ნაშრომებს და ასე ეცნობოდა შემდეგ საზოგადოება, ეკლესია აჯერებდა ამას პირველ რიგში, იმიტომ რომ ცდომილებისგან დარღვეული არავინ დაცული არ კი ბატონო და ხდება ხოლმე უშეცდომა მამა გაბრიელი ამბობდა და უცოდველი და უშეცდომა ერთადერთი მხოლოდ უფალია. ყველა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს შესაძლოა რაიმე შეცდომა მოვიდეს, მაგრამ ეკლესიის მეშვეობით შემდეგ როცა გადამოწოდება იქ უკვე დგინდება ზუსტი ისა და ამ წმინდა მამების ნაშრომს რა თქმა უნდა შემდეგ დამაჯერებელი სახით პეჭდავდნენ და ვრცელდებოდა როგორი ფორმითაც მაშინ იყო შესაძლებელი, მაგრამ მამა გაბრიელის შემთხვევაში მამა გაბრიელს გარდა ანდერძისა და ერთი მოკლედაც არსებობს კიდევ ის მედაწერილი დარჩენილი რამე ისეთი თავისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არ დაუფიქსე არ წერილობითი წყარო არ შეუძლია არა მაგრამ ის იმდენად სიყვარულით საუბრობდა თავის გარშემომყოფებში სხვადასხვა საკითხებზე და საერთოდ იმდენად გამოუთქმელი სიმდაბლის და სიყვარულის ადამიანი იყო, რომ ყველას რო იზიდავდა და უყვარდა და ცდილობდა რომ აი ამ საოცარი მახსოვრობით მე ეხსნება ბევრ ადამიანებს, დღესაც ბევრი იხსენებს, ახალ რაღაცებს, აი მამა გაბრიელთან როგორ მამა გაბრიელმა ეს მამა გაბრიელმა ეს და ასე იწერება და მხოლოდ ერთ რამესაც ვიტყვი, რომ დღეს სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ბევრი რაღაცნაირი ისეთი გამონათქვამებით შეხვდება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გადამოწმებას ექვემდებარება და კარგი იქნება საერთოდ თუ რაიმე კომისიაც კი შეიქმნება ისეთი, რომ ამ ბევრი გამოცემებიდან რაც არსებობს, ხო, შეჯერებული გამოცემა გაკეთდეს შესაძლოა. აი თვითონ ჩემი წიგნებიდანაც მე მით უმეტეს ვარ შეცდომისგან დაზღვეული. ბევრი შეიძლება რამე ჩემი გამოცემული წიგნებიდან არ და განა იმიტომ რომ მამა გაბრიელმა ის არ თქვა. უბრალოდ სწავლების ის მას ვარ უთქვამს რომ ეს აი ასე ჩვეულებრივად საუბრობს ადამიანი, ხო? ეს იმას ვარ ნიშნავს რომ როგორც თითოეული სიტყვა სწავლებასავით და მივიღოთ და ზოგი რა ინტერესით, ზოგი რა მიზეზით სოციალურ ქსელში აქვეყნებს მამა გაბრიელის გამონათქვამს ხადახარ რო წავიგეთხავ, მაშინ მე თითქოს ხვდები რომ ეს მამა გაბრიელის ნათქვამი არ არის. გეტყვით და კარგი იქნება თუ ეს საკითხიც მოგვარდება ერთელას, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირების მიერ, ძირითადად სასულიერო პირების გულისხმობ რა თქმა უნდა, რომ რაიმე რამდენიმე კაციანი კომისია რო შეიქმნას და ამათი მეთვალყურეობის ქვეშ გატარდეს ეს ყოველივე და რაც დაიწმინდება და რაც ძალიან ხალხი და საზოგადოებისთვის, ხალხისთვის
ნამდვილად სასარგებლო და სიკეთის მომდანი იქნება, აი ის მე ესეთი ის რომ გამოიცეს და განსაცდელი. ძალიან საინტერესო წინადადებაა და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ აქ ორი პიროვნება ვსაუბრობთ და ჩვენ შორის არის ერთი ძალიან მკაფიო განსხვავება. მე ვარ ის კაცი, რომელიც არ შევხვედრივარ მამა გაბრიელს, ცოცხალი მამა გაბრიელი არ ბინაკავს და ბატონი ოთარი ბრძანდება ის პიროვნება, რომელიც მამა გაბრიელთან საუბრობდა, მამა გაბრიელთან ერთად ლოცვის ბედნიერება ჰქონდა, მისგან არაერთი კურთხევა აქვს მიღებული და სავსეა მასთან ურთიერთობის მადლით და აი ასეთ პიროვნებასთან საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო საინტერესო ხდება და ის წინადადება, რომელიც ბატონმა ოთარმა ეხლა გააჟღერა, ამ წინადადებასთან დაკავშირებით გეტყვით შემდეგს, რომ მამა გაბრიელთან მიმართებაში დიახაც ბევრი რამ არის დასაწმენდი, დასაწური, როგორც იტყვიან და საჯარო სივრცისთვის საჭირო წარმოსაჩენი და ეს თავისთავად ვერ მოხდება. მამა გაბრიელთან ბევრ ადამიანს ჰქონდა შეხება და ისინი ცდილობენ თავისი ასოციაციით, თავისი თვალით დაინახონ მამა გაბრიელი და ეს დანახვა ინდივიდუალური პიროვნული აღქმა მამა გაბრიელისა ყოველთვის უცდომელი არ არის, რის შესახებაც ბატონმა ოთარმა ბრძანა უკვე და სასურველია, რომ მართლაც არსებობდეს რაიმე კომისია, რომელიც მამა გაბრიელთან დაკავშირებულ ინფორმაციებს და სწავლებებს რედაქტირებას გაუკეთებს, ეს არ იქნება ცენზურა და ისეთი დესპოტური ისკი არ იქნება გაერთიანება, არამედ იქნება საკონსულტაციო რჩევის უფლების მქონე იმ ადამიანებისა, რომლებმაც იციან სიღრმისეულად და პრაქტიკული ურთიერთობიდან გამომდინარე დიახაც მათ ცნობიერებაში და გაივლის ეს ყველაფერი და ეს ინიციატივა ჩვენ გადაცემაში გაჟღერებული ეს ინიციატივა რომ შეიქმნას კომისია ან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც შეისწავლის საფუძვლიანად მამა გაბრიელთან დაკავშირებულ მოვლენებს და მოგონებებს ეს საჭიროა გასაკეთებელია და შეიძლება ითქვას რომ მივესალმებით კიდევაც რათა ცდომილებებმა არ მიიღოს ეპისტოლარული ანუ ბეჭდვითი სახე არ მიიღოს და არ გავრცელდეს აი ამ ფორმით ბატონმა ოთარმა მამა გაბრიელთან დაკავშირებით პატრიარქის დამოკიდებულება ახსენა და მე მინდა ერთი ფაქტი გაგახსენოთ ცნობილია ესეთი ჩანაწერი რომ მამა გაბრიელი ქაშვეთის ეკლესიის წინ დგას და იქ შეკრებილ საზოგადოებას ელაპარაკება ესაუბრება ამ საზოგადოებას და ეს ამ პერიოდში მობრძანდება პატრიარქის სრულიად საქართველოს ილია მეორე და იქ ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ ხდება პატრიარქს მამა გაბრიელი რა შეკვედრა ეს არის ცოცხალი ურთიერთობა ეს არის პრაქტიკული ცხოვრების ნიმუში შეიძლება ითქვას მამა გაბრიელი იჩოქებს პატრიარქის წინაშე და თავს მიწამდე ხლის ანუ დიდ მეტანიას აკეთებს პატრიარქის მობრძანების ჟამს და აი ასე ხდება თავის უწმინდეს პატრიარქს მამა გაბრიელი უფრო მეტიც პატრიარქი მიდის მამა გაბრიელთან გადასახავს ჯვარს და ალოცავს და ეხება თავზე ამ ჯვარის გადასახვის მომენტში და მამა გაბრიელი უდრტვინველად თავდაბლობით და როგორც იტყვიან ქრისტიანული მოშურნეობით თავდამდაბლებული დგას უწმინდესის წინაშე და არ დგება და მე მაყურებელი თუ კარგად დაუკვირდება ამ სიუჟეტს დაინახავს რომ პატრიარქი თვითონ თხოვს მამა გაბრიელს მე ხელი შეხებით რომ წამოდგეს ფეხზე და მხოლოდ აი ამ კურთხევის შემდეგ, მხოლოდ აი ამ პატრიარქისეული მოწოდების შემდეგ დგება მამა გაბრიელი ფეხზე. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც დამოკიდებულებაც შეიძლება ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩვენ ახლა ისეთი თამამი და ისეთი შეიძლება ითქვას ერთგვარი კადრიერი დამოკიდებულება არსებობს პატრიარქთან მიმართებაში, რომ ვიღაცები თავს უფლებას აძლევენ, რომ რაღაცეები შეაფასონ, რაღაცებს დასკვნები გაუკეთონ პატრიარქთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი როგორ ხდებოდა პატრიარქს მამა გაბრიელი, როგორი ქრისტიანული სიმდაბლე ამოძრავებდა მამა გაბრიელს უწმინდესის მიმართ, ეს არის სკოლა, ნიმუში და მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს პატრიარქთან მიმართებაში. და ამისი ძალიან კარგ მასწავლებლად შეიძლება მამა გაბრიელი მივიჩნიოთ. აი ამ კუთხით, ხო, ამ კუთხით თუ გაიხსენებდით რამეს პირველ რიგში ვიტყვი რომ აბრძანები სიტყვები არ არის დაფარული რომ არ განცხადდესო და ჩვენ ხშირად
განვიცდიდით მამა გაბრიელთან ყოფი ადამიანები, რომ მამა გაბრიელი რო გარდაიცვალა, გარკვეული რამოდენიმე ფოტოსურათის გარდა არც ხოვანი ჩანაწერი იყო თავიდან, არც ეს კადრი, რომელზეც გვებრძანებდა. კი, ეს არის ცნობილი. მსგავსი კიდევ სხვა რაღაც კადრები, რომელიც ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმ ხმასთან დაკავშირებითაც მე თუ იქნება დრო, იმაზეც ბოლოს მოგახსენებთ და ახლა რასაც გვებრძანებდით. ნამდვილად ეს კადრი ზუსტად შესაფერის დროს გამოჩნდა, შეიძლება ასე ითქვას, მეტი რწმენაში გამტკიცების მიზნით და პატრიარქთან დამოკიდებულებაში, რომ ბევრი ადამიანები საზღვრავდეს თავის გამონათქვამს, რას და როგორ იცით, რომ ხანდახან ახლა ცოტა ზედმეტი თამამეს იჩენს ზოგიერთი საერო და სასულიერო პირი, როცა პატრიარქთან მიმართებაში საუბრობს და ამ დროს დაგვანახა ჩვენ მამა გაბრიელმა, რომელიც იყო ყოველთვის სიმართლის თქვენი და დიდი სიმდაბლის და დიდი სიყვარულის ადამიანი, დაგვანახა აქაც თავისი სიმდაბლე, როგორი სიმდაბლით, როგორი სიყვარული, რასაც გვასწავლიდა და საქმით აკეთებდა, რომ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მით უმეტეს პატრიარქი, ეპისკოპოსი, სასულიერო რაზეა საუბარი და როგორი სიმდაბლით, როგორც გვერბრძანეთ, ურსიხრის და ელოდება და რა სიყვარულით შეხვედრა არის და დამოკიდებულება. და აქ მახსენდება ეს სიტყვები, კიდე მამა გაბრიელი არ იყო ახლა თლად ისეთი, რომ მარტო ისეთი ტყბილი სიტყვები და რაღაცა თავის დროზე დასჭექავდა და თავის დროზე ისეთ სიტყვებსაც იტყოდა, როგორცაც თვითონ ცოტა სიტყვაში სიმკაცრე ტონი ჰქონდა ხშირად და ეს ყველას მიმართ იყო, არა მარტო ერის ადამიანების და მასთან შინაურულად ყოფი ვინც ვიყავით თქვა, არამედ სასულიერო პირებისაც და შეიძლება ზოგჯერ მიარჩევსები ვარ, მაგრამ არ არის გამორიცხული იქნება პატრიარქისთვისაც კი რამე უთქვამს თავისებურად, მაგრამ ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ვინც პატრიარქს განიკითხავსო, თავზე ნაკვერცხლებს იგროვებს. საოცარი სიტყვებია. საოცარი სიტყვებია ეს და ახლა ეს თავიდან ასე ერთ-ერთ გამოცემაში დავწერე სიტყვა და აქაც დაამატეს მე რომ აგიზგიზებულ ნაკვერცხლებს თითქოს აზრი კი არ იცრება, მაგრამ აი ვისაც რაღაცა ევანტო არ უთქვი არა და აგიზგიზებულ, ვინც პატრიარქს განეკითხავს, თავზე ნაკვერცხლებს არა საკვარისი ახლა, მაგრამ აგიზგიზებულ ნაკვერცხლებს და ასეთ რაიდად თქვა და ესე იგი მადლობა უფალს, რომ საქართველოს მოევლინა ისეთი დიდი წმინდანი, გამხრობილი დიდი მამა, როგორც იყო მამა გაბრიელი, ალბათ ეს ღვთისგან დიდი გამოუთქმელი წყალობა და ღვთისმშობლისგან მას უნდა მადლობდეთ, რომ საქართველოს ბოლოჯამს აი ასეთი დიდი წმინდანი ამბობდა, როგორც სიტყვას, იცით, საოცარია, რომ ახლა ხო ბევრი ბერები არიან, არა? და არ მომშალოს საქართველოს პერვანაზრობა, მაგრამ თვითონ იტყოდა ასე, რომ ბოლო ბერი ვარ, ბოლო ბუკეტი საქართველოსი. ხანდახან თავისებური იუმორით საუბრობდა, თუ იმ იუმორშიც იქნებ რა დიდი გააზრება იყო ჩადებული, ამას ახლა მე სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები, მაგრამ მახსოვს ის სიტყვები თვითონ ბოლო ბერი ვარ, ბოლო ბუკეტი საქართველოსი. სხვა შემთხვევაში იტყოდა ბოლო ბერი მივდივარ. და კიდევ ხანდახან აყოლებდა, რომ 40 წლის ბერი მივდივარო და არ ვაქცევდით ახლა ამას ყურადღებას რაღაცნაირად ამას სიტყვის 40 წლის ბერი მივდივარ და გარდაცვალების მერე მამა გაბრიელი ხო 1995 წელს გარდაიცვალა. აი ვისი გარდაცვალების მერე რაღაცნაირად გონებაში მოვიდა აზრად, რომ ამ საკითხისთვის გადამეხედა და ნახე, რომ ზუსტად იმ 95 წელში შეუსრულდა ერობის 40 წელი და ამბობდა, რომ 40 წლის ბერი მივდივარ. აი, ხშირად იცოდა ამ სიტყვების ხონდა, რასაც ამბობდა მამა გაბრიელი. ყველაფერი კეთილად სრულდება და ღმერთმა კეთილად აგვიხსნოს ყველაფერი. კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნინევიაც უნდა დაენგრია უფალსო, მაგრამ ნინევიელებმა შეინანესო და არ დაანგრიაო ნინევია და ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ სოდომისა და გომორის ისტორია, ბიბლიური ისტორია და ნინევიაც ამ რიგში იდგა. ამას ახლა რატო ვიხსენებ, რომ ერთხელ
ცხონებული ვერიკო ჯაფარიძე საპატრიარქოს მთავარი ბუღალტერი, შემდეგ დედა მარიამის სახელწოდებით ბრწყინვალე პიროვნება. ძალიან საოცრად ბრწყინვალე პიროვნება და მან უთხოვა რომ წამეყვანა მამა გაბრიელთან უკვე მეორეჯერ თუ მესამეჯერ თავიდან მეგავაცანი და შემდეგ ამ ერთ-ერთ ჩასულაზე მამა გაბრიელი დაგვდა ცოტა მოწყენილი იმით იყო რაღაცა დაღონებული რა და რა იყო მამა გაბრიელი რატო ხართ ეგრე მათგან შეეკითხა და ორიო დიდი ნაცრისფერიო ფრინველიო ულიდაო გარსო თბილისო ხოდა სახლებიო იყო დაანგრეულიო და ადამიანები დანახშირებული და შახრუკულებიო ხოდა ხა გაკრებული უსმენთ მე და ვერიკო რომ ვერ ხვდებით რა თქვა ეს მამა გაბრიელმა და მე დააყოლა ეს სიზმარი არ გეგონო თუ შვილო ხედვა იყო ხოდა ეს ორი დიდი ნაცრისფერი ფრინველი რომელიც გარსული და მთელ თბილისს ახლა ვერ მივხვდი მაგრამ მაინც შევეკითხე მამა გავრილი საქართველოზე ლაპარაკობთ თქვენ მთელ საქართველოზე თქო არაო ეს ვნახო მთელი თბილისის თავზე ხოდა მე მოაყოლა ცოტა ხნის შემდეგ აი ისა რომ ნინევიაც უნდა დაენგრია უფალს აშპაში ნახსენე მაგრამ ნინევიელებმა შეინანესო და გადარჩენო და ღმერთმა ინებოსო რომ საქართველოსო მოსემოდესო სინანულიო და დედაღვთისმშობლის მადლი და ღვთისმხალობითო გადავრჩებითო მართალწანებთ აი გზა სინანულისა რომელსაც იოანე ნათლისმცემელი გვასწავლებს განამზადეთ გზანი სინანულისანი აი ეს გზა სინანულისა არის მაცხონებელი გზა თითოეული სულისთვის თითოეული პიროვნებისთვის და ძალიან კარგი მაგალითი გაიხსენეთ ბატონო ოთარ ეს არის გადარჩენის გზაც ქვეყნისა და ერის გადარჩენის გზაც არის გზა სინანულისა და აი ეს მარადიული სინანულის განცდა უნდა გვდევდეს ჩვენ ქრისტიანებს ქრისტიანული რელიგიის კულტურაც ამას გვასწავლის სინანულის განცდას გვასწავლის და აი როგორი ზუსტი და როგორი ისეთი წინასწარ მხედველური მაგალითით ახსნა მამა გაბრიელმა ყველაფერი ეს რომ ნინევია ჩაყენებული იყო იმ რიგში სადაც გომორი და სოდომი ქალაქები და ამ ქალაქებს ხშირად ჩვენ არარეალურ ცოტა ისეთ ჰიპოთეტურ თვალით უყურებთ დღეს მეცნიერება აღმოაჩინა წითელ ზღვაში გათხრებისა და არქეოლოგიური შესწავლების იმაზე პირდაპირ ქალაქები პირდაპირ ქუჩები პირდაპირ სახლები რომელიც დაძირულია რომელიც დამწვარია რომელიც გურებულია და ნინევია რატო გადარჩა იმ სინანულის გამო რომელიც სინანულიც გამოიჩინეს ნინევიელებმა და აი ეს სინანული ჩვენ როგორც გადარჩენის ბაირაღი სულ თან უნდა გქონდეს ქართველებს და მამა გაბრიელის სწავლა აქ კლავაცა და კლავაც გასაზიარებელია და მეტი ცხოველმყოფელობით შესაძვისებელია აი ხარ გადარჩენასთან დაკავშირებით ასე აი გადარჩენასთან დაკავშირებით მამა გაბრიელი სულ ამახვილებდა ყურადღებას მოწყალებაზე საერთოდ სიკეთეზე და მოწყალების ამბავში ამბობდა რომ მოწყალება ბევრ ცოდვას ფაროს ახლა თელ ნახევარი ჯოჯოხეთიო თითქმისო დედამიწის ზედაპირზე ამოსულიო გადარჩენის ბევრი სათნოება არსებობსო მაგრამ ასე თქვა გადარჩენის ბევრი სათნოება არსებობს მაგრამ ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწის ზედაპირზე ამოსულიო და ბოლო ჟამის მორწმუნეებს უფრო მეტად მოწყალება გადაარჩენსო მოწყალება ბევრ ცოდვას ფაროსო და აი მაგ დაახლოებით ამ თემებზე ამ წიგნში შეტანილი მაქვს მამა გაბრიელის ეს გამონათქვამები სიკეთესთან მოწყალებასთან დაკავშირებით წიგნის სახელწოდება არის აბა დღეს მე ვისრა ვარგე ეს ცნობილი ილია ჭავჭავაძის ფრაზა და აქ წამძღარებულია კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესად დარგე რომ ყოველ დღე შენ თავს კითხო აბა მე დღეს ვისრა ვარგე და აი ეს სიტყვები გამოტანილი აქ ყდაზე აბა მე დღეს ვისრა ვარგე და მთელი ეს ახალი წიგნი ახალი გამოცემა ფაქტიურად მოიცავს ამ თემას მაგრამ განსაკუთრებული გვერდები უკავიათში მამა გაბრიელის მიერ ამ საკითხზე მსჯელობას დარიგებას და ალბათ კარგი იქნება ვინც ამ კითხვას გაეცნობიან, რომ რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთე და მოწყალების გაღება. ერთ-ერთი გადარჩენის ყველაზე უმარტივესი და უფრო პრაქტიკული გზა.
რომ ადამიანები ამ წიგნის გამოცემის შესახებ საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ეხლა ეთერში არის ამ წიგნის გამომცემელი და რედაქტორი, როგორც იტყვიან ბატონი ოთარი და შეგვიძლია ამ წიგნზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ და კონკრეტულად მამა გაბრიელი როგორ არის ასახული აი ამ წიგნში თუ საჭიროდ ჩათვლით ციტირებად შეიძლება წავიკითხოთ. აი მონიშნული მაქვს სპეციალურია. აი ერთ იმას წავიკითხო მაგალითად როგორ ძანებს როგორ ასწავლის აქ ბევრია მაგრამ ყველას ხო წავიკითხოთ სიკეთისათვის უნდა გვიყვარდეს ეს სიტყვები წმინდა მამა გაბრიელს ეკუთვნის ის ყველას ასწავლიდა ერთი არის სიყვარული ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი არ არის სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ სიყვარულის გარეშე უანგარო სიკეთეს ვერ შევძლებთ თავიდან ყველაფერს სწავლობს და სიკეთეც ისწავლება. ნათქვამია სწავლას იბერენდო, ზოგი ადრეს სწავლობს, ზოგი გვიან მთავარი ადამიანმა თავის სიცოცხლეში შეიყვაროს და მოასწროს სიკეთის კეთება. ყველა სათნოებას თავისი განვითარების საფეხური აქვს. სიკეთის ბოლო საფეხურია, როცა ადამიანს შეუძლია სიკეთე მხოლოდ სიკეთისათვის უყვარდეს. ამას მიღწევა სჭირდება. თავიდან პირველ ეტაპზე შესაძლებელია ადამიანს უხაროდეს, როცა სიკეთისათვის აქებენ. თავარია სიკეთის კეთება დაიწყოს და ადამიანებს ეხმარებოდეს. შემდეგი საფეხურია, როცა მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი სიკეთეს ხალხისგან შეუმჩნევლად ყოველგვარი ქებადიდების გარეშე დაფარულში აკეთებს. და მესამე საფეხური გვირგვინია უბრძანებს მამა გაბრიელი და არ შემხედრია არსად სხვა წმინდანების სწავლებაში რომ ასე საფეხურებად იყოს დაყოფილი და ნახეთ ასამოს მესამე საფეხური გვირგვინია როცა სიყვარული იმდენად დიდია რომ სიკეთესაც გიყვარს და შეგიძლია იმ ადამიანებსაც ფარულად უკეთებდეს სიკეთეს ვინც შენ გტრობს გლანძღავს შურს შენს გაკეთებულ სიკეთეს აუბრალოებს ამ სხვას მიეძება განაგრძობს შენს დევნა შევიწროებას ესე იგი მტერსაც მტერის მიმართაც რომ და იმასაც რომ ფარულად თან ისე უკეთებდეს სიკეთეს რომ იმ შენმა მტერმა არის ის რომ შენ უკეთებ მას ამ სიკეთეს ესე იგი ეს უკვე არის რომ სიკეთისათვის რო გიყვარს გაგახაროთ ერთმა ძალიან საინტერესო სწავლებაა ეს არის ის ბიბლიური სწავლება რომლის შესახებაც უფალი მოგვიწოდებს გიყვარდეს მტერი შენი და თუ როგორ უნდა გიყვარდეს მტერი შენი ეს აღებული ესე ცალკე სიყვარულის ეს არ არის ფორმულირება თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ძალიან კარგად დაუკონკრეტებია მამა გაბრიელს რომელსაც უთქვამს რომ მტერს გაუკეთე სიკეთე აი ჩვენ ხო გვიხარია სიყვარულის გამოხატულება არის სიკეთე გაუკეთე ჩვენ დავფიქრეთ ხო გვიხარია რომ რამე კარგს ვაკეთებთ რომ დავინახავენ და მაყურებლებს გვანიჭებს და ესე სხვათა შორის რამდენი ტელეგადაღებებით ხდება სიკეთის კეთება რომ იტანეს და არც რაღაცას და სულ გადაღებების ქვეშა ესეთი ამბები და პიროვნულად ზოგიერთი ადამიანები ვინმეს რამე სიკეთეს უკეთებს უხარია ეს მადლობა და ყველაფერი შემდეგ საფეხურზე ახლა ადამიანი ცდილობს ვითომ დაფარულში გაიგო მაგრამ თუ აღმოაჩენენ თუ შეაკებენ მაინც უხარია უღონ თვითონ არ ამბობს ამას მაგრამ გულში მაინც უხარია თუ გაიგო მაგრამ აი ეს მესამე საფეხური ესე იგი ყოველგვარი ამ ქებადიდების გარეშე აი ნამდვილად რომ დაფარულში რომ გააკეთებო და ტერსაც კი რომ გაუკეთო და ძალაუნებურად ჩვენ გვახსენდება წმინდა ნიკოლოზის დიდი სასწაული აღარიბებული კისების დატოვება არიცო და ოჯახმა მერე სხვანაირად ღვთისმადლით გამჟღავნდა ეს ამბავი და ასეთი მაგალითები ბევრია და ერთ-ერთი მამა გაბრიელი ყოველთვის არის იმ ადამიანთა და წმინდანთა შორის აღმატებულადაც კი თუ შეიძლება შეიტყვას რაც გვსმენია და აი ამის შესაძლებელია ახლა ეს ხათი კიდევ სურათია უბრალოდ აი მაყურებელსაც თუ დაინახავს ვაჩვენებ რომ მამა გაბრიელი არის ავადმყოფის საწორთან და ეხმარება მას განკურნებაში და ეს საოცარი კადრია პირველად ამის შესახებ მამა გილიონის გამოცემულ წიგნში არქიმანდრიტი გილიონის დიდებული მოძღვარი აი იმის გამოცემულ წიგნში ვნახე ეს პირველად და ახლა აქ შესაფერისი მასალები რახან იყო ამიტომ შეთანხმებულად ეს სურათი ჩავშვი და საკვირველია ესე იგი რომ ქუჩაში რომ გაიარა დაინახა რომ სარკმლიდან რაღაც სარდაფისამდე სიმკრალესუნი გამოდიოდა შევიდა ეზოში და იკითხა თურმე რომ რამე ვინმე გარდაცვლილი რაღაცა ხო არ არის ასეთი რაღაც ორჯერ რომ გარეთ გამოდის და მეზობლმა უთხრეს თურმე რომ
ერთი უპატრონო ავადმყოფია, შვილები გიყავსო და მისამ არ ისინი არ მოდიან, არ აქცევენ ყურადღებასო და ჩვენ რავალდებული ვართო. ხო და კარები შიგნიდან ეთქობა დაგეტილება და გარე საქმიდან გამოდი. შესულა მამა გაბრიელი წარმოვიდგენთ ახლა რა ძნელია ასეთ სიმრავლეში შესულა გარეთ დროს უნიკაცია ქუჩაში. ეს ავადმყოფი ლოგინიდან ვერ დგებოდა ყველაფერს ალბათ როგორც შეუძლოს მდგომარეობაში ყოფი იქვე ისაქმებდა ალბათ და ამ ყველაფერს ეპატრონა მამა გაბრიელი კიდეც გამოუცვალა კიდეც ახალი ლეიბი ახალი საბანი ახალი ყველაფერი მე ერთ-ერთი დედაო მოეხმარა აქციის შეაღნიშნული ახლა სახელი ამ წუთში არ მახსოვს ხო და ისე აი რო დაინახა მეზობლებმა მე რომ მამა გაბრიელი და აგერ უცხო მონაზონი მოდიან და უვლიან თვითონაც შეერწყათ იმ დალაგებაში იმ რაღაცებაში ყოველდღე რაღაც ისინიც მოეხმარენ და ბოლოს როგორ დაიცვალა გარდაცვალებითაც პატივით დაკრძალა მამა გაბრიელი ანუ აი თავიდან ბოლომდე იმის პატრონი აი ასეთი დიდი სიკეთე ჩვენ გონებაში ალბათ ვერც წარმოვიდგენთ რომ შევძლოთ როცა იმ ადამიანს ყავდა შვილები თუმცა არა ბიტოებული იყო შვილებისგან ყავდა ნათესები მაგრამ ბიტოებული იყო და მეზობლები კიდევ იმით იმართლებდნენ თავს რომ ისინი არა გითხავენ და ჩვენ რავალდებული ვართ გაიხარეთ ბატონო აი ხო და ამ ხრივ ეს ციგნი ყველაფერისა და აქ ერთ-ერთ იმაში თუ მოკლედ სახელდახელოდ შეიძლება ვერდა აი აგერ მამა გაბრიელის სურათი არის ახლა ხატი უბრალოდ და აი ამათ ხატია ორივე ხელი აპყრობილი რო ილოცავს მამა გაბრიელი ეს და აი ქვეშ რა წერია ახლა რომ კი ვიცი ზებირად მაგრამ მაინც ავიგეთხარ რომ აი როგორც საჭმელს სასმელი ასე უნდა ვშიოდეს და ვწყუროდეს სიკეთის კეთება და მოწყალების გაგება. აი შინაგან მოთხოვნილებად უნდა იყოს. ესე იგი აი როგორც საჭმელს სასმელი ხო გვინდება აი ასე უნდა გთხოვდეს ორგანიზმი ასე უნდა გინდოდესო საჭმელს სასმელივით უნდა გშიოდეს და გწყუროდეს სიკეთის გაკეთება და მოწყალების გაგება და ეს მოწყალება შენ გიბრუნდება არ გეკარგება ერთი როგაცე 100 უკან დაგიბრუნდება მაგრამ ამ გააზრებითაც არ უნდა ვაკეთებდით მოწყალების გაგები და იმის შეცვლებით უნდა ვაკეთებდით მაგრამ ღმერთი არ შედა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს ისიც აქ არის ქიქოძე რომ მოწყალებას როცა გაცემთო ღმერთს ავასხებთო ანუ ღმერთს ასესხებ ასე რომ ვთქვა და ახლა წარმოიდგინე ღმერთს რომ ასესხებ ის მაგრამ ჩვენ როცა სიკეთის ვაკეთებთ ამ გაზრებით არ უნდა ვაკეთებდეთ თქოს რომ აი ვაჭრობის ფორმა არ უნდა გამოვიდეს რომ აი გავუკეთებ ადამიანს სიკეთეს თქვა რაღაც კიდე ფულადი შესაძლებლობით კიდე სხვა კუთხით და მე გაცილებით მეც უკარ მომცემს ღმერთი აი ასე და ნამდვილად არ დაგეგან სოლომონ ბრძენის ამბობს ვლიდან აქ პატრიარქს აქვს მოხმებული სოლომონ ბრძენის სიტყვები რომ რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მე მიყავი არა გამცემის ხელი არ დაცარიელდება თვითონ ქრისტე გვერდი ამბობს რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მიყავი და ციგნის შინაარსი აქ რახსახს ახავს აბა დღეს მე ვის რა ვარ ხო და თვითონ აქ ხატრობა ესე იგი გაჭირებული მათხოვარი ეკლესიასთან არის და მოწყალი ადამიანი ახალგაზრდა ბიჭი აძლევს პურს და იგივე პური ციდან გამოცდილ ხელს უფლის ხელს უკავია ხელში ანუ შინაარსი არის ის რომ რაც სახარებაში წერია რომ რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მე მიყავი თუ განჯის დღეს ეხება ეს და ნიშნულოვანი და სიახლე წიგნია თან გარკვეული ცხრილიც არის დღური სახით საწარმოებლად რომ ადამიანებმა ჩაწეროს შიგ ორდეური შეჯამება როგორი სამუშაო ფორმატი ქონია ამ წიგნს რომ 122 გვერდი მარტო ამას უთმია რომ აქვს დაკავებული რომ მთელი წლის მანძილზე არის განსაზღვრული რომ როგორც წმინდა იონე პროშტანდელი და სხვა წმინდა მამები გვასწავლიან დაძინებამდე თვალი გადავავლოთ ჩვენს განვლილ დღეს და დღის შეჯამება რო გავაკეთეთ რომ აი რა გავაკეთეთ დღეს კარგი ან რა გავაკეთეთ ცუდი და ამას მოკლე მონახაზის სახით პირადი წიგნი აწერია კიდევაც პირადი წიგნი ეს არ არის საჩვენებელი წიგნი რომ მე ვიმე საჩვენო რომ აი ნახე რა ჩანაწერები მაქვს რომ ამდენი სიკეთე მაქვს იმისთვის გაკეთება რაღაცა საკუთარ თავთან ანგარიში ილია ჭავჭავაძისეული ის ფრაზა ამას გულისხმობს საკუთარ თავთან ანგარიში საკუთარ სინდისთან ანგარიში რომ ყოველ დღე კითხო საკუთარ თავს აბა დღეს მე ვის რა ვარგე და აი ამისი წარმოება ანუ ამისი აზრობრივი
ჩვეულებრივი დინება ხელს უწყობს იმას, რომ სტიმულირება მოახდინოს სიკეთის კეთებისა. და მე გავიხსენებ მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძეს, რომელსაც უყვარდა ძალიან ფრაზა შემდეგი, რომ აბა თუ არ ამოვარდა ეხლა მეხსიერებიდან, სიკეთე დედოფალია ცხონების გზაზე, აი ასეთი ფრაზე, დედოფალია ცხონების გზაზე და სწორედაც აი ეს სადედოფლო სიდიადე ზდევს სიკეთეს და აი ეს ამისი გათვალისწინება და ამისი სწავლება როგორი დიდი პრაქტიციზმით აქვს მოცემული მამა გაბრიელს, რომ როგორც საჭმელი მოგინდება ადამიანს, ისე უნდა მოგინდეს სიკეთის კეთება და აი ამ დონემდე უნდა გაზარდოს საკუთარი სული, რომ აი ასეთი ყოველდღიურ ჩვევად, ყოველდღიურ მოთხოვნილებად იქცეს სიკეთის კეთება. თქვენ მეუფე კონსტანტინე ახსენეთ ძალიან დიდებული მოძღვარი და ძალიან დიდი ეპისკოპოსი და ახლოს ვიცნობდი და მეუფე კონსტანტინესთან ხშირად მიდიოდნენ აი ჩადოს მიზეზით შეწუხებული ადამიანები და თუ დრო გვაქვს ევიდე სიტყვით მამა გაბრიელის ნათქვამიც გამახსენდა და ვიტყვი რომ მამა გაბრიელი ამბობდა რომ არიანო ისეთებიო რომ ღმერთის წამსო მაგრამ ჩადოს ეშმაკი და ან ბოროტის სულები და უხილავი ძალები და ჩადო ეცინებათო და სინამდვილეშიო მამა გაბრიელი განებდა ვისაცო ბოროტის ძალის მოქმედებებისო და ჩადოს ძალის არასამსო მასაც ჯერ კიდევ ღმერთისაცო არაფერი არ გაიგებო და ესე იგი სულ გვარიგებდა რომ საჭმელს ყოველთვისო ჯვარი გადასახეთო და ისე მიერთვითო, იმიტომ რომ ეს მავნებლობა მეტიწილათო ჩადოსო ძირითადად ამ საჭმელს და საერთოდ ჩვევა გქონდეთო, რომ ყველაფერსო ჯვარი გადასახეთო, რასაც გაწოდიანო. ერთხელ მე წყალი მოგითხოვე და მამა გაბრიელმა თავისი ხელით მომაწოდა და რომ მომაწოდა გამოვართვე ჩვეულებრივად და დავლია და მამა გაბრიელმა მითხრა რა ადვილი ყოფილა შენი დაღუპვა და რატო მამა გაბრიელმა მეთქი ჯვარი რატო არ გადასახე რომ თქვენ მოწოდებულისთვისაც ჯვარი გადამესახა მეთქი ხო და ანგელოზმაც რომ მოგაწოდოსო ყველას მოწოდებულს ჯვარი უნდა გადასახო როგორ თუნდაც სხვა იერარქების მოწოდება ახლა მე ჩაგურჩი გავიფიქრე ჩემმა მოძღვარმა მიტროპოლიტმა იოსებმა რომ მომაწოდოს თქვა ან შეიძლება პატრიარქმა მომაწოდოს ან ვინმე ჩემთვის ძალიან დაწაგნობა სანდო ადამიანა და ჯვარის გადასახვა რაღაცა თითქოს არ ვენდევი თუ რა გამოდი ამ გაფიქრევან და მამა გაბრიელი ამ გაფიქრებულს კითხულობდა და იცოდა ყველაფერი ჩვენში რაც ხდებოდა და მამა გაბრიელმა მითხრა რომ ანგელოზებრის და კეთილსო არ ეწნებო ამაში შენს რწმენას დაინახავსო და გაუხარდებო და ურწმუნოს აზრი შენს არ უნდა გაინტერესებდესო. ზალზალად გოფია. ხო, მორწმუნესო გაუხარდებო და კეთილზე მორწმუნესო გაუხარდებო. იმიტომ რომ ამაში შენს რწმენას დაინახავსო და ურწმუნოს აზრი შენს არ უნდა გაინტერესებდე, შენს არ უნდა და ჯვართან დაკავშირებით კიდევ კი მაქვს სხვაგანაც ნათქვამი, მაგრამ აქაც გავიმეორებ რომ გულსაკიდი ჯვარი ყოველთვის უნდა გეკეთოს, არ შეიძლება რაიმე მიზეზითო, რასაც არ უნდა გაკეთებდეს, სადაც არ უნდა იყო ბანაო, ზღვაში ხარ თუ სხვადასხვა რამე, ჯვარი ყოველთვის გეკეთესო და ხო შეიძლება აბაზანაში გარდაიცვალო, ხო შეიძლება სხვაში გარდაიცვალოს ადამიანი, ხო შეიძლება ძილის დროს სიხსნის ზოგი და გვერდზე კიდევ ჯვარს უჯროთ როგორ უნდა წარდგე ღვთისწინაშე და ჯვარი მე რომ მითხრა თუ თავისით რამე გაწყდება, ჩამოგივარდება ან რაღაცა, ამ შემთხვევაში ეცადი რომ მალევე შეიძლება და შენ სახელზე ნაკურთხი ჯვარი ისევ გეკეთოსო და არასდროს არ უნდა სულ ყოველთვის გეკეთოსო და ასმერე მადლობა უხალს მიკეთია მეც და სხვადასხვა ბიზნეს საშუალება. ბატონო ოთარ იმდენ ხანს შეუძლია და იმდენად საინტერესოდ შეუძლია საუბარი მამა გაბრიელის შესახებ, რომ ამას არც ერთი გადაცემა ეყოფა და არც ორი გადაცემა. ეხლა მანიშნებენ, რომ ჩვენი გადაცემაც დასასრულს უახლოვდება და მინდა ერთ ასეთ ფენომენზე გავამაყვილოთ ყურადღება. თუ რას მიაღწია მამა გაბრიელმა, თუ რა დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია საზოგადოებისთვის ეს ძალიან კარგად არის ცნობილი.
მის დასთან მქონდა საუბარი და მან ისეთი მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით მითხრა ჩვენ ვიცოდითო რომ მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო და დიდი პიროვნება იყო მაგრამ ჩვენ დედმამიშვილებიც კი ვერ წარმოვიდგენდით იმას რომ მამა გაბრიელი ასე საყოველთაო სიყვარულით შეიმოსებოდა და ასეთ გაბწყინდებოდა მისი სახელიო მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც კიო ამაშია ზუსტად მამა გაბრიელის ის ღვაწლი რასაც სალოს ქვია მისი დიდი ძალა რომ თუ მამა გაბრიელს შევიცნობდით ოჯახის წევრები იყო თუ სხვა თქვა მაშინ ის სხვა მხრივ დიდი მოღვაწე ადამიანი იყო და არა სალოსი და სალოსობა იმიტოა ყველა ღვაწლთა შორის აღმატებული რომ მხოლოდ თვითონ იცის და უფალმა ამ ღვაწლის შესახებ და ასე იყო ანდრია სალოსის ცხოვრებაში ასე იყო სიმონ სალოსის ცხოვრებაში და თუ ხანდახან ჩემთან შევეკითხებოდი თუ ასეა მეთქი აბა ჩვენ რამდენიმე ადამიანი როგორ ჩვენ ვერ ხვდებოდით ესე იგი მე მეთქი ეს რაღაცა გარკვეული დოზით თვითონ მამა გაბრიელმა ინება რომ ივეშვით მასთან და ყოფილიყავით მის გვერდით თორემ საერთოდ სალოს როგორ გავუგებ რომ სალოსია სიმონ სალოსის ცხოვრებაში წერია ეკლესიაში შედიოდა და კაკლებს ესროდა ანთებულ კანდელებსო და ხალხი წემდა და გამოაგდებდა გარეთ აბა როგორ უნდა შეაფასოს ის ან ოჯახის წევრსაც გიჟი გონია უკვე იმასაც ისიც გონია იმიტომ რომ ის რახან ამ მოწოდებაშია ესე იგი არის მესვეტეობაზე დიდი ძნელა შეძერვარია დაგუდებულ მაგალითად იქ ცნობილია სიმონ მესვეტეს ცხოვრებაში რომ მასთან დედა მოვიდა მიაგნო სადაც იყო და ეხვეწა რომ შვილო ამდენის გამოვიარე ამდენ რაღაცაო და ჩამოდი მოგეყურო გნახო ამბავი მაგრამ აღთქმა ჰქონდა დადებული და იცოდა რომ იქ რა მოღვაწე გამოდა დედას უთხრა იქიდან თბილი სიტყვები მაგრამ ჩამოსვლით არ ჩამოვიდა და როცა პატრიარქმა უთხრა გამოსაცდელად და უთხარი თუ აი იერარქს დაემორჩილა და დაიწყო ჩამოსვლა მაგრამ ნახეთ რა არის მიუხედავად ამისა რომ ასეთი დიდი ღვაწლია მას ეკითხებოდნენ ჭკუაგონებას ჭკუით იწონებს ადამიანი ყველაზე მეტად და მგონებით იწონებს აი რაღაცას რო გეკითხებიან და ეუბნები თქვა ამით შენ თავი მოგწონს ხო რა სალოსის გარდა ყველა ამ აღმატებულ ღვაწლში არიან რამხრივ რომ მასთან თუ ინდა შევამღვიმელი ავიღოთ და უდაბნოში განდეგილი ბერები და სხვა ასეთ სხვა ღვაწლებში მყოფები რომ მასთან მიდიან და ეკითხებიან ჭკუას ეკითხებიან და რაღაც თავისებურ ამ ქვეყნიურ დიდებაში არიან მაგრამ სალოსია ერთადერთი და ამიტოა ყველაზე ძნელი სალოსობა რომ მას არავინ არ ეკითხება ჭკუას პირიქით თვლიან რომ ვერ არის კარგად და მართლა სინამდვილეში აი ასეთი ბუმბერაზი ადამიანი აკვრიდან რო გადმოდის იქიდან იციან იმ ადამიანის შესახებ ყველაფერი შეიძლება ატყვილებდეს შეიძლება არასოდეს ეუბნებოდეს მაგრამ მან იცის ეს ყველაფერი ბოლოს მინდა სანამ მაყურებელს დავემშვიდობებოდე მადლობა უთხრა ბატონ ოთარს აი ამ საინტერესო საუბრისთვის აი ამ ღვთივ გამბრძნობილი მამის სულიერი რაობის შესახებ აი რამოდენიმე ძალიან საინტერესო აზრის საყოველთაო გაცხადებისთვის და დავემშვიდობო მას ამ მადლიერებასთან ერთად იმ იმედით რომ ეს საუბარი მამა გაბრიელისა და მისი სწავლების შესახებ მომავალშიც გავაგრძელოთ და მომავალშიც გაკეთდეს ისეთი სატელევიზიო გადაცემები რომლებიც კიდევ უფრო ცხადს და კიდევ უფრო ნათელს გახდიან იმ სულიერ სიდიადეს რომელიც წმინდა სალოსსა და აღმსარებელს გაბრიელ ურგებაძესთან არის დაკავშირებული. ისე რა საინტერესო გვარია ურგებაძე. მამა გაბრიელმა უარგო საქართველოს და გვარგო თვითეულ ჩვენთაგას ამისთან არ გება უნდა სწორედაც და გვარი გაგვაგვირვა ვაგიტა ურგებაძე გახდა მარგებაძე ფაქტობრივად და თელისოფლიოს მარგებაძე იდება უფლის სახელს რომელმაც აი ეს განაცხადა ამ გვარი შვილისა და აი ამ მეობის მქონე პიროვნების მეშვეობით და მოусმენთ ბატონ ოთარს ერთხელ კიდევ მადლობას გიხდით მოწვევისათვის და ვიმედოვნებ რომ კიდევ იქნება ალბათ შესაძლებლობა და წინასწარ გიხდით კიდევ მადლობას იმისთვის რომ თუ მოგვეცემა საშუალება რომ მამა გაბრიელთან დაკავშირებით ჩემს შესაძლებლობაში რაც არის
რაც უშუალოდ მინახავს და მომისმენია, იმისი გადმოცემის საშუალება თუ მომეწონა. მეც დამრჩა რამოდენიმე საკითხი და უკმარისობის გრძნობა მაქვს. ვეცადოთ რომ გავაგრძელოთ საუბარი მომავალში. აი ამ ფურცელზე მქონდა რაღაცა საკითხები, ხო და იმის გარდა მეგონი სულ საკითხებზე ვისაუბრეთ, ხო და რაღაცას ხშირად ხდება ასე, შენ დაგეგმავ იტყვი რომ აი ამ საკითხებზე რაღაც ალბათ და ღვთის განგებით მე სხვანაირად იმათ დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის და მადლობა ჭეშმარიტად მადლობა უფალს აი ამ საინტერესო შეხვედრისთვის გადაცემები ყოველთვის და სიკეთის სპონტანე ადამიანებისათვის გაგახაროთ ღმერთმა მადლობა